თემა მეათე. ჭამა, სმა, ზმნები. ჩემი დღე. დილით რომელ საათზე საუზმობ? დილას 9:15-ზე ვსაუზმობ. საუზმეზე რას მიირთმევთ? საუზმეზე ვჭამ პურს, ყველს, კარაქს და ვსვამ ყავას. როდის სადილობთ? შუა დღეზე, პირველ საათზე ვსადილობ. როდის ვახშმობ? საღამოს 7 საათზე ვახშმობ. შენ? მეც. რას სვამ? ყავას ვსვამ. რას ჭამ? ვაშლს ვჭამ. სალომეს ერთი დღე. სალომე დილით ადრე იღვიძებს. 7 საათზე. 8:15-ზე საუზმობს. სალომე დილით კარგად საუზმობს. დილით ძალიან კარგია ყავა. სალომე ხშირად სვამს ყავას. ჭამს ყველს და პურს, ან კარაქიან პურს. მოხარშულ ან შემწვარ კვერცხს და პურს, ან ნამცხვარს. ჭამს ხილსაც. სალომე გვიან არ სადილობს. ხშირად სადილი 4 ან 5 საათზეა. ძალიან კარგია სადილზე წვნიანი, ხორციანი სუპი. სალომე ხშირად ჭამს წვნიანს. სადილზე ძალიან კარგია სალათები. კომბოსტოს, ჭარხლის, სტაფილოს, კარტოფილის სალათები. გემრიელია კიტრის და პამიდურის სალათაც. სალომე სადილზე ყოველთვის ჭამს ხილს. ხშირად ჭამს ვაშლს, მსხალს. იშვიათად ჭამს ატამს, ქლიავს. შემოდგომაზე ჭამს ყურძენს, ფორთოხალს, მანდარინს. სალომე გვიან არ ჭამს ვახშამს. ვახშამი 7 საათზე ან 8:15-ზეა. ის ვახშამზე ბევრს არ მიირთმევს. სვამს ჩაის ან ხილის წვენს და ჭამს ძალიან ცოტა საჭმელს. აი ასეთია სალომეს ერთი დღე და მისი სასმელ საჭმელი. ანა, რომელ საათზე იღვიძებ? ადრე არ ვიღვიძებ. 8 საათზე ვიღვიძებ. როდის საუზმობ? 9:15-ზე ვსაუზმობ. საუზმეზე რას მიირთმევ? ყავას ან ჩაის ვსვამ. ჭამ ყველს და პურს, ან კარაქიან პურს. როდის სადილობ? გვიან არ ვსადილობ. 4 ან 5 საათზე ვსადილობ. სადილზე რას მიირთმევ? რას? სუპს, ხორცს, ფოსტნეულის სალათს. ვსვამ ხილის წვენს. როდის ვახშმობ? გვიან არ ვახშმობ. 7 საათზე. ვახშამზე რას მიირთმევ? ვახშამზე ვსვამ ჩაის. ვჭამ ნამცხვარს, ან ყველს და პურს.